რა, ინგლისურზე დადიხარ? მაგაჩნია რითი უნდა დავიწყოთ, რა გაგეხარდათ? სანამ ბოლომდე არ მოისმენ, ხო არ უნდა გამოთქვა. მოდი, რადგან სიტყვა მოიტანა, ამაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ახლა განა იმის ბრალი კი არ არის, ვინც ეგ წამოიძახა. იმის დამსახურება. ახლა რასაც ვიტყვით, მაგრამ წამოიძახა, მან გაგვახსენა. ზოგჯერ და არა იშვიათად არის ხოლმე, რომ აი მე მაგალითად ჩემი თავისთვის შემიმჩნევია ესეთი ცუდი რამე, რომ აი ადამიანი რომ მესაუბრება, კი არ დავასრულებინებ რაღაცას, რო თქვას. აი თითქოს მანამდე მინდა რომ რაღაცის თქმა დავიწყო. და ეს ძალიან ცუდი თვისება მგონია მე. თქვენ რას ვიტყვით? აი რა ხოჯობია რომ დაასრულოს ადამიანმა სიტყვა და მე ჯერ მოусმინო რას ამბობს. იმიტომ რომ თუ შენ გინდა რომ მანამდე თქვა რაღაც, შენ უკვე იმას კი აღარ უსმენ. არამედ უკვე იმაზე ფიქრობ, შენ რაც უნდა თქვა. და გამოდის რომ შენ ადამიანს არ უსმენ. და თუ არც შენ არ მოგისმენს და არც შენ არ მოусმენ, რა აზრი აქვს იმ ლაპარაკს? აქ დიალოგი არ გამოვა, ან ურთიერთგაგება არ გამოვა. კი, შეიძლება ერთმაც ილაპარაკოს მეორემაც, მაგრამ ამ ლაპარაკმა არაფერი შედეგი არ მოიტანოს, ისეთ დაცილდნენ ერთმანეთს. მაგრამ თუ ადამიანები ერთმანეთს მოусმენენ, და არა მარტო იმას მოусმენენ, რასაც ის ამბობს, არამედ იფიქრებს იმას, რომ შინაარსზე იფიქრებს, რა მითხრა ეხლა ამ ადამიანმა, ხო? მერე ისიც შენ თუ მოგისმენს, ესე უკვე დიალოგი შედგება და ურთიერთგაგება იქნება. სხვანაირად ადამიანები ერთმანეთს ვერ გაუგებენ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ისე ზედაპირულად. ეხლა რა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ შემდგომი 2 ორშაბათი არ გვექნება საკვირაო სკოლის შეხვედრა, იმიტომ რომ როცა ეს ზაფხული ცოტა დატვირთულია ხოლმე სხვადასხვა მოლოცებით და ბანაკით და ეხლაც ესეთი შემთხვევა არის, რომ ერთი ჩვენთან იცით, რომ არის რაღაცა სტუდია ჩამოყალიბებული ამ სამრევლო სკოლაში, რამდენი 3 წელი გავიდა ალბათ უკვე. აი 3 წლის წინ დაახლოებით ერთ-ერთი შეჯიბრება იყო საშობაოთი საავადმყოფო და იმ მარტო გამარჯვებულ კი მონაწილე ბავშვებს შევთავაზეთ, რომ თუ გინდათ ასეთი რამე გავაკეთოთ, მე ბავშვებთან ერთად გადაცემას ვაკეთებდით ხოლმე, ახლა კი კარგი ხანია აღარაფერი გავაკეთეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იყო შექმნილი და ამ ბავშვებშიც რაღაც შეჯიბრებები არის ხოლმე, ისევე როგორც მთელ სამრევლო სკოლაში. და ეს გამარჯვებული ბავშვები 12 არის ასეთი. ჩვენ მეუფე ანდრიას როცა კურთხევით, სვანეთში მიყვავს და ამიტომაც ეს შეკრება არ იქნება. ჩვენი შეკრება ესე არ იქნება და ისე რომ მე კიდე სხვა რაღაც ბანაკია დაგეგმილი და 2 ორშაბათი არ იქნება, ანუ 13-ში და 20-ში. აი 27-დან უკვე ჩვეულებრივად განახლდება. თქვენ იცით, რომ შეჯიბრება ჩატარდა საავადმყოფო აქ ამ სამრევლო სკოლაში, ჩვენ შემოგთავაზეთ, რომ თქვენი სკოლებიდან გაგეკეთებინათ გუნდები, 2 ასაკობრივი ჯგუფი იყო და იქ მონაწილე ბავშვი იყო დაახლოებით 80. და რამდენიმე სკოლა იყო ჩართული. და 80 ბავშვიდან შეიძლება ითქვას, რომ 9 იყო გამარჯვებული. არ იყო 9 გამარჯვებული, მაგრამ 1-2 გუნდსაც მივეცით შესაძლებლობა, რომ გამარჯვებულებთან ერთად ბანაკში ყოფილიყო და ამ ბანაკის ვიდეო დაამონტაჟა ჩემმა ნიკოლოზმა. მეც არ მინახავს ეს ვიდეო და მოდი ერთად ვნახოთ უბრალოდ. ნამდვილია, ვინც იქ იყო ბანაკში და შეიძლება ფიქრობს, რომ არ უნდა ვნახოთ ესე საჯაროდ, გითხარით და ეგრეთ წოდებული ვეტო დავადოთ. თუ არა და მაშინ შეგვიძლია რომ ნახოთ, გავიგოთ რა ხდებოდა. დაახლოებით წარმოდგენა რომ შეგვექმნას.
გავაგრძელოთ არა ბავშვებო. მოდი ეს ცოტა რაღაცა მოწყენილია, აბა ცოტა უწე. აბა ერთი. კარგი. ერთ წუთი აქ ერთი შეკითხვა ვნახე. იმასთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენ საუბრობდით წეღანდან. ერთ-ერთი შეკითხვა ასეთი იყო, როგორც დავამახსოვრდა, რომ აი, როდესაც ბრაზდებიო, მინდა რომ არ გავბრაზდეო. და როდესაც შურსო, მინდა რომ არ შემშურდესო და რა გავაკეთო, რომ ეს ასე არ მოხდესო. ეხლა ასეთ შემთხვევაში დავუშვათ, აი ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში მას აწუხებს, რომ შურიანია და რომ რისხანია. ვიღაცა შეიძლება აწუხებს, რომ დავუშვათ ამპარტავანია, ვიღაცა შეიძლება აწუხებს, რომ ძუნწია, ვიღაცა დავუშვათ ნაყროვანია, ანუ ბევრი ჭამა უყარს სიტყვაზე, ხო? ვიღაცა საწუხებს, რომ ვერ პატიობს ადამიანებს და ყველა ასეთ შემთხვევაში გამოსავალი არის ასეთი. ნახეთ, ჩვენ წეღან ხო წმინდა ივანე ნათლისმცემელზე საუბრობდით. როდესაც მასთან მიდიან მოსანათლად. ეგ მე. როდესაც მოსანათლად მიდიან, ის ამზადებდა ადამიანებს უფალთან შესახვედრად და ეუბნეოდა, რომ შეინანეთ თქვენი ცოდვები. ოღონდ შეინანე იმას კი არ ნიშნავს, რომ შენ მარტო თქვა, რომ მე ესეთი ვარ და აღარაფერი იზრუნო. აი დავუშვათ, ნებისმიერი ხორციელი დაავადება, რასაც შენ დავუშვათ შეუწუხები ხარ და მიდიხარ ექიმთან და ეუბნები, რომ ეს გაწუხებს. ხო რაღაცა წამალს გინიშნავს ექიმი. ისე ხო არ არის, რომ აი დავუშვათ თქვა მარტო, რომ თავი მტკივა და არაფერი არ იღონო. ხო რაღაც წამალს დალევა რა ამ შემთხვევაში და გავფრთხილდები, რომ სხვა დროს თუ დავუშვათ ისეთი რამე მოხდა, რამაც აგატკია ეს თავის სიტყვაზე ვამბობ, აი რაღაც არ გავფრთხილდი. მე სხვა დროს ეცები, რომ არ გააკეთო. ცოდვის შემთხვევაშიც ესეა. პირველ რიგში სინანული უნდა გქონდეს, ახსარება უნდა თქვა. რაც უფრო ხშირად გაწუხებს რაღაცა ცოდვა, უფრო ხშირად უნდა თქვა. ზოგჯერ ადამიანი ამბობს, რომ ერთი და იგივე ცოდვაში ვარდები და ერიდება ერთი და იგივე ცოდვის თქმა ახსარებაში. რამდენჯერაც არ უნდა ჩავარდე ცოდვაში, იმდენჯერ უნდა თქვა. კიდე გარისხდი, კიდე უნდა თქვა. და უნდა ეცადო, რომ ისეთი შემთხვევა რომ დაგიდგება, რაღაცა სხვაგვარად მიუდგე ამ საქმეს. წმინდა მამათა ნაწერები წაიკითხო მრისხანების შესახებ. უნდა ასე იგი ლოცვით და მარხვით უნდა გაძლიერდე, ხშირი ზიარებით და ნელ-ნელა ადამიანის გული იკურნება. ოღონდ ეგ ისე არ არის, რომ ერთხელ რო იტყვი ახსარებაში მორჩა აღარ დაგემართება. ერთი ახსარებით არ იკურნება ადამიანი. არამედ უნდა ხშირად თქვა ახსარება, უნდა ხშირად ეზიარო. სხვანაირად შეიძლება წლები გავიდეს, ერთი და იგივე რაღაც გაწუხებდეს და ეს შენი ცოდვა დარჩეს და თან აქ ის კი არ არის მარტო რომ ჩვენ ვცოდავთ და სინანული გჭირდება. ეს ჩვენ გვაზიანებს. ამა თუ ვნების დაკმაყოფილება ადამიანს აზიანებს, კი არ ახარებს, ბედნიერს კი არ ხდის. აი დავუშვათ მრისხანე ადამიანი და გაუბრაზდა ვიღაცას და ამოანთხია მთელი თავისი გაბრაზება. ამით ის ბედნიერი კი არ გახდა. პირიქით, ამით კიდევ უფრო ცუდად გახდა. მაგრამ თუ ვინმეს რაღაცა თბილ სიტყვას ეტყვი, შენ პირიქით უკეთესად ხდები. ისე რომ აი რაც ცოდვაც გვაქვს, ახსარება აბარისთვის არის, რაც ცოდვაც გვაქვს ჩვენ, უნდა დავფიქრდეთ ამაზე და ეს უნდა შეინანოს ადამიანმა. აქ იყო კიდე ერთი ასეთი შეკითხვა, რომ ადრე ახსარების შემდეგო ბედნიერებას გძნობდიო და ახლა ვეღარ ვგძნობ ამასო. და რატომ? ერთ-ერთი მიზეზი, მე არ ვამბობ რომ ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ისიც არის, რომ ადამიანი გულწრფელად არ ამბობს ახსარებას. ანუ ბოლომდე არ ამბობს. გახსოვთ მამაპაისის ფილმში რო იყო მოძღვარიო როგორ გვასწავლიდაო წმინდა არსენ კაბადოკიელზე ლაპარაკი. თუ ახსარებაში ერთი ცოდვა მაინც უთქმელი დატოვეო, ეგ ნიშნავს რომ საერთოდ არ გითქვამსო ახსარება.
და ყველა აღსარება ისე უნდა თქვა, თითქოს ბოლო აღსარებას ამბობ, ანუ ბოლომდე უნდა თქვა, რაც გაწუხებს, უნდა თქვა, არ უნდა მოგერიდოს ესე იგი. ამ დროს, როდესაც ჩვენ აღსარებაზე მივდივართ, გახსოვთ ადრე რაღაცა ხატი იყო, რო გაჩვენეთ ადამიანი აღსარებაზე რომ მიდის და ეშმაკები ცდილობენ, რომ ეს ადამიანი არ მიუშვან აღსარებამდე. 1000 რაღაცას ჩასჩურჩულებენ, ეუბნებიან, რომ ეხა სიცხვილეა ამის თქმა და ამ დაგვარი რაღაცეები. მაგრამ ადამიანმა მაინც უნდა თქვას ის აღსარება. და ამ დროს მე ნახეთ როგორ იყო იქ ანგელოზი მოდიოდა და გვირგვინს ადგამდა ამ ადამიანს, რომელიც დაჩოქილი იყო და რომელიც დაჩოქილი იყო მისი პირიდან გველები ცვიოდა, როდესაც ის ცოდვებს ამბობდა. იმიტომ რომ ის ცოდვა არის საეშმაკო საქმე. და როდესაც შენ ამ აღსარებას ამბობ, შენი გულიდან აი ამ ყველა სიბინძურეს გამოყრე. თუმცა ეშმაკი თავს არ განებებს. ნინი რო ამბობდა, გახსოვთ მამა თეოდორეს სიტყვებს, რომ ღმერთიო თავს არ დაგანებებს, სანამ არ გაცხონებს. და არც ეშმაკი არ დაგანებებს თავს, სანამ შენ ამ წუთის სოფელში ხარ და პირში სული გიდგას. სანამ არ ცხონდები და გადარჩები. ან სანამ არ დაგუყავს, ყველას ჯვარი წერია. ისიც არ დაგანებებს თავს, ბოლო ამოსვლა თქვამდე, ისიც ყოველთვის შენი მტერი იქნება და შეგებრძოლებს. ამიტომაც აი ჩვენ ბრძოლის ველზე ვართ და ეს ბრძოლის ველი არის ადამიანის გული. წეგან ვამბობდი, თუ გახსოვთ. თუ ადამიანი ცოდვას ნანობს, ეგ ნიშნავს, რომ ღმერთს უღებს შენი გულის კარებს. ეხლა ამ ფანჯრებს დააკვირდით. ურდული ხომ მხოლოდ შიგნიდან აქვს, გარედან ხო არ აქვს ურდული. აი წმინდა მამები ამბობენ, რომ ადამიანის გულის კარსო ურდული მხოლოდ შიგნიდან აქვს. მხოლოდ შენ შეგიძლია რომ გაუღო ღმერთს, ღმერთი გარედან არ გააღებს. და რითი უნდა გაუღო? როდესაც შენ ნანობ შენ ცოდვას. როდესაც აღსარებას ამბობ. და როდესაც აღსარებას არ ამბობ, მაშინ შენ ღმერთს უკეტავ შენი გულის კარს და პირიქით ეშმაკს უღებ. და ის თუ შემოვიდა შენს გულში, შენ სიხარულს კი ვერ მოგანიჭებს, იმიტომ რომ თვითონ რაც არ აქვს, შენ როგორ მოგცემს. შენ შეიძლება აი შოკოლადი გქონდეს 2 და 1 სხვას მისცე. მაგრამ თუ არც 1 არ გაქვს, რას მისცე? ხო ვერ მისცე. ეშმაკსაც ეგრე, შენთვის სიხარული არ აქვს. თავისთვისაც არ აქვს. მშვიდობა არ აქვს. და შენ როგორ მოგცემს? და რაც აქვს, იმას კი მოგცემს. შფოთს მოგცემს, გაურკვევლობას, ტანჯვას, წუხარებას, ამებს კი მოგცემს, თუ გულის კარს გაუღებ. ისე რომ ადამიანზეა დამოკიდებული. არჩევას აკეთებს თითოეული ჩვენგან. შენს მაგივრად არჩევას მე ვერ გავაკეთებ. ის კი არა, ღმერთი არ აკეთებს შენს მაგივრად. აი ღმერთი, რომელმაც ეს სამყარო შექმნა და ჩვენც შექმნა. ღმერთმა გითხრა, რომ შენ გააკეთე არჩევანი. აი ეს ურდული მხოლოდ შიგნიდან დაუყენა ჩვენ გულის კარებს, შენ უნდა გაუყო, ის ძალით არ შემო. ხო და ამიტომ აქედან ერთი ასეთი დასკვნა გამოდის. თუ ცუდად ვართ და ღმერთი არ არის ჩვენს გულში. ვისი ბრალი? ჩვენი ბრალი. ახლა ჩვენ ეშმაკს ვერ დავაბრალებთ, რომ აი ის გვებრძოლება და ამიტომ ვართ ცუდად. აი ხა დღეს ხო სოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დავუშვათ ერთი გუნდი მეორეს დააბრალებს, რომ აი ის რო გიტევს, იმიტომ დავმარცხდითო? მისი საქმე ეგაა, რომ შემოგიტიოს. განა იმიტომ მარცხდები ის რო გიტევს, შენ რო ვერ იცავ კარგად შენ თავს, აი იმიტომ მარცხდები, გესმის? ეშმაკის საქმე ეგაა, რომ შემოგიტიოს და შენ ისე რომ დაიცვა თავი. მარტო შენ ვერ დაიცავ თავს, ღვთის მადლი გინდა რომ დაიცვა. თუ მართლაც დაიცავ და ეშმაკი არ შემოვა ჩვენს გულში და შემოვა ღმერთი, შენ ნახავ როგორი ბედნიერი იქნები, სიხარული გექნები. როგორ გაჩნდნენ ანგელოზებიო? ღმერთმა გააჩინა ანგელოზები ადამიანთა შექმნამდე, საერთო სამყაროს შექმნამდე. აი ბიბლია ძველი აღთქმა ასე იწყება, რომ თავდაპირველად ღმერთმა ქმნა ცა და ქვეყანა. აი მცაში სწორედ ანგელოზები იგულისხმება. ანუ უხორცო არსებები. ანგელოზები არიან სულები. ადამიანსაც აქვს სული. ანუ ღმერთმა ხო შექმნა უხორცო არსებები, ანუ ანგელოზები.
ანუ სულები. მერე შექმნა ეს სამყარო, ეს დედამიწა შექმნა, სხვა პლანეტები, მცენარეები, ცხოველები და მერე შექმნა ისეთი არსება, რომელიც თავის თავში აერთიანებს იმ ანგელოზურ ბუნებასაც და აი ამ მატერიალურ ბუნებას. ანუ ჩვენს თავში ჩვენ აერთიანებს ჩვენ სულიც გვაქვს და სხეულიც გვაქვს. ჩემი კლასიდან ორი ბიჭი მაბრაზებს, რა გავაკეთო, რომ არ გავბრაზდეო. სხვათა შორის სკოლაში მოხდა ასეთი რამ. მე ადრეც მოგიყევით. ანუ მიდგომას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შეიძლება შენ ტყუილად ბრაზდები იმის გამო და სულაც არ არის გასაბრაზებელი. ორი ბიჭის წინ მესამე თუ მეორე კლასელები იყვნენ, არ მახსოვს და მოკლედ ერთი შემომჩივის გაკვეთილზე ხდება, რომ მასწავლებელო ისო ჩემს კალამს იღებს. დაუკითხავთ იღებს ჩემს კალამსო და მოკლედ წუხდა ამის გამო. მე ვუთხარი, დაუკითხავთ, იმიტომ იღებს შენს კალამსო. შენ ძმად გთვლის მეთქი. ამიტომაც არ გეკითხება, რა მოხდა ახლა შენი მეგობრის კალამი რო აიღო და უცბად გამოიყენე. და იმან დაუბრუნა. დაუკითხავთ აღებული კალამი, ხო დაუბრუნა. და მე ამანაც აიღო და უკან გადავუდო. გამოიყენა. ანუ დამოკიდებულება რაშია, ნახე? შენ როდესაც გონია რომ გართმევ, ამ დროს წუხარ. მაგრამ შენ როდესაც იცი რომ ის კი არ გართმევს, არამედ სიყვარულით არის შენს მიმართ და არ ჩათვალა საჭიროთ რომ შენ რაღაც შეგეკითხოს. აიღო და გამოიყენა. მე უკვე ორივე დამშვიდე. აქაც თუ ვიღაცა გაბრაზებს, დააკვირდი, იქნებ გეხუმრება. იქნებ თანაკლასელი რო რაღაცა ესეთ გაგეხუმრა, თუნდაც ცოტა ისეთი რომ გიჩვლიტა. ხო, მაინც შენ საყევი უმხურობაში, შენც გაეხუმრა. მაგრამ ახლა თუ საქმე სერიოზულად არის და ახლა განგებ სიტყვაზე ვამბობ, მეორე მესამე კლასის ბავშვი რა სიბოროტე უნდა ქონდეს, რომ ვიღაცას ძალით უბოროტოს. ალბათ უფრო ხუმრობაა ხოლმე. რატომ შექმნა ღმერთმა ეშმაკი? ღმერთმა ეშმაკი არ შექმნა ბავშვებო, ღმერთმა ანგელოზები შექმნა. მაგრამ ანგელოზებმა არ დააფასეს ღვთისგან ბოძებული სიკეთე, მადლიერი არ იყვნენ ღვთისადმი, არამედ მოინდომეს ღმერთთან გატოლება და აი ამ მდგომარეობის გამო ისინი ზეციდან იქნენ გადმოგდებული. რატომ არ შეიძლება სანთლის გადაგდება? სანთელიც და ნებისმიერი სიწმინდე, რასაც ჩვენ ვეხებით, მოითხოვს ძალიან დიდ მოკრძალებას. კი არ უნდა გადააგდო, არამედ უნდა დადო სადმე. თუ გადაგდებული ნახე და იცის დავარდნილი, უნდა აიღო, გაასუფთავო. ყველა სიწმინდეს ხატი იქნება, ჯვარი იქნება, თუ სეფისკვერი იქნება, თუ სანთელი. ძალიან დიდი მოფრთხილება ჭირდება. იმიტომ კი არა რომ მას უფრთხილდებ, ერთი მხრივ იმიტომ რომ მას უფრთხილდება, მეორე შენი მისადმი დამოკიდებულება შენ ან გაგახარებს, ან დაგაზიანებს. ესე რომ სიწმინდეს უნდა გაუფრთხილდე. ძილის წინ მამაუჩვენოს ვამბობდა, სხვა რა ლოცვა თქვა. გააჩნია ახლა რა ასაკში ხარ, თუ 6 წლის ხარ და მამაუჩვენოს სიტყვი ყოველ დილას აღამოს, ეს კარგი იქნება. მაგრამ ახლა თუ 60 წლის ხარ, მარტო მამაუჩვენო არ იქნება საკმარისი. ცოტა მეტი გააჩნია ასაკს, ჩვენ ასაკს გააჩნია. და შეიძლება სხვა ლოცვაც მიამატონ ნელ-ნელა. აი მაგალითად მეუფე ანდრიამ ასეთი რამ მითხრა, დაახლოებით 10, 11, 12 წლის ბავშვებზე ვკითხე, რომ დილის და საღამოს ლოცვა. მან ასეთი რამ მითხრა, 7 გზის ლოცვები ხო გაგონიათ. სხვადასხვა ჩვენ რო ბანაკში ვიყავით, სულ ამბობდით ხოლმე 7 გზის ლოცვას ერთად. ყოველ 3 საათში ერთხელ შევიკრიბებოდით და მე პირველად საიდან დავიწყე ეს ლოცვა. მოდი ჯერ მეუფე ანდრიამ რა მითხრა იმას ვიტყვი. დილით რო ადგებაო ბავშვიო, თქვასო დილის 6 საათიანი ლოცვა. 7-ზე ადგება, 8-ზე ადგება თუ როცა ადგება, დილის 6 საათიანი ლოცვა არსებობს. და ღამით რო დასაძინებლად მიდისო, ღამის 12 საათიანი ლოცვა თქვასო. ეს არ არის დიდი ლოცვები, მაგრამ დიდია იმ გაგებით, რომ შენ დგახარ ღვთის წინაშე და ლოცულობ და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კიდე რას. აი წმინდა მამათა დარიგებიდან ასეთი რამ მომისმენია, რომ
თუ შენი პირადი კანონი, რაც გაქვს ლოცვითი კანონი, შენ გამძიმებს და შენ ამას წუხარებით აღასრულებ, ჯობია შენ მოძღვართან მიხვიდე და შეამოკლო. უფრო ნაკლები წაიკითხო და ამას სიხარულით აკეთებდ. მაგრამ სისტემატურად აკეთებდ. აი ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ადრე მაქვს მოსმენილი ღირსი ივანე ვალამელის წერილებიდან და ამ ბოლო დროსაც იქ ბანაკში უსმენდით ხოლმე წმინდა იოსებ ისიხასტის წერილებს და იქაც ეგ იყო. ერთ-ერთ ადამიანს ურჩევს, თუ გამძიმებს შენი კანონი, პირადი კანონი, მიდი შენს მოძღვართან და უთხრა რომ ცოტა შეგიმციროს, რომ რაღაცა ტვირთად არ გექცეს. კი არ უნდა გეჯავრებოდეს ლოცვების წაკითხვა და ხატების კუთხეში მისვლა. პირიქით სიხარული უნდა იყოს შენთვის და ყველა ასაკში თავისებური რაოდენობა შეიძლება შეირჩეს. კიდე იყო აქ ერთი ასეთი შეკითხვა, რომ რომელიაო ყველაზე ძლიერი ლოცვა? თითოეული ლოცვა ეს არის საუბარი უფალთან, ან რომელიმე წმინდანთან, ვისაც შენ მიმართავ. მაგრამ ყველაზე ძლიერი ის არის, როდესაც შენ სწორად ლოცულობ. როდესაც შენ მართლაც ღვთის წინაშე დგახარ და შენ გძნობ, რომ ღმერთი გიყურებს და გისმენს. ახლა ჩვენ თუ რომელ ლოცვასაც არ უნდა ვამბობდეთ, ჩვენ თუ მექანიკურად ვამბობთ და ჩვენი გონება დაეხეტება ზოგი აქეთ, ზოგი იქით, ეგ არ იქნება ძლიერი ლოცვა. გახსოვთ პატერი კი რო იყო ბავშვთან დაკავშირებით, დედაზე რო ლოცულობდა. აი ბოლოს ჩავთოთ, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. გულით რო ლოცულობდა და იმაზე ფიქრობდა, რაზეც ლოცულობდა, აი ეგ იყო ძლიერი ლოცვა. დღეში ძალიან ბევრჯერ რო ვთქვა, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე, მე ამით ჩემი სულისთვის კარგს გავაკეთებთო, პირიქით უფალს ვაწუხებო. აი ეს ფიქრი რომ უფალს ვაწუხებთ, ესეც ეშმაკისგან არის. უფალს არ აწუხებთ. პირიქით, მე ამას წინათაც ვთქვი, ესე იგი. ერთი მეგობარი მყავს. და ეხლა მას ცოლ-შვილი ყავს და რაღაც, მაგრამ სანამ შეყვარებულობის პერიოდში იყო. ასეთი რამ გააკეთეს მისმა მან და თავისმა შეყვარებულმა. ეს შეყვარებული დასავლეთში ცხოვრობდა თვითონ აქ. მოკლედ, ულიმიტო ის ჰქონდათ ჩართული სასაუბრო ტელეფონზე და ამას ყურსასმენი აკეთა და სულ მთელი დღის განმავლობაში დარეკილი ჰქონდა. წარმოიდგინე, ეს იყო ერთხელ შეუარე სამუშაოზე იყო და ყურში გაკეთებული ეგ და მე მივხვდი რომ თან იმას ელაპარაკება და ესე იყო ხოლმე ხშირად. დარეკილი ჰქონდა, თან მუშაობდა, უნდა დაეთქოდნენ რაღაცას. ხო და რატო ვამბობ ახლა ამას? ისინი ერთმანეთთან საუბრით კი არ წუხდებოდნენ. და ღმერთი კი არ წუხდება შენ რომ მას ესაუბრებ. პირიქით ღმერთი გელოდება. მოციქული პავლე ამბობს, მოციქული პეტრე მაბატი. ყოველი თქვენი საზრუნავი გაუმხილეთ უფალს. რადგან ის ზრუნავს თქვენს სულებზე. გაუმხილე იმას კი ანიშნავს, რომ მან არ იცის შენ რა გაწუხებს, მაგრამ შენ რო ეტყვი, ეგ სხვა არის. შენ რო გინდა რომ მასთან მიიტანო შენი სათქმელი, ეგ სხვა არის. ისე რომ თუ გიყვარს, უნდა კიდევაც დაელაპარაკები და ღმერთს ჩვენ უყვარვართ და ელოდება ჩვენგან. ისე რომ არ შეაწუხებთ, ილოცეთ და არ შეაწუხებთ პირიქით. რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როდესაც ბავშვთან მეგობრობა მინდა, მაგრამ სხვა მეგობარი მიკრძალავსო. იცით რა არის? მე ხო უცბად ორი რამ გამახსენდა. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, ჩვენ უნდა ვკითხოთ, რატო გვიგრძალავს. იქნებ იმიტომ გვიგრძალავს, რომ იცის, რომ ჩვენ ამითი დავზიანდებით. დავუშვათ, ვისთან მეგობრობაც მე მინდა, შეიძლება ის უზნეოდ იქცევა. და მეგობარი, რომელიც ამას მიგრძელავს, იცის, რომ მე ამითი დავზიანდები და მე მიფრთხილდება. ან შეიძლება მეორე შემთხვევაც იყოს. შეიძლება ის, ვინც მე მიგრძელავს, რაღაც ეგოისტურად ფიქრობდეს, რომ მე მხოლოდ მასთან უნდა ვიმეგობრო და სხვა მეგობარი არ მყავდეს, რომ თითქოს ამითი ჩემს ყურადღებას მისადმი რამე მოაკლდება. ახლა მარტო ერთი მეგობარი ხო არ გეყოლება, პირიქით, თუ ორნი ხართ, მე სამნი უნდა გახდეთ. იმეგობროთ, შენც იმეგობრო ორივესთან და იმ ორმაც ორივესთან, ანუ სამივე ერთად. ეს რაღაცა მე სამეგობრო ჩამოაყალიბოთ. ეს მეგობროაც ისე ხო არ არის, რომ მოდი
თქვა რომ მოდი მე და შენ ვიმეგობროთ და ხვალიდან მეგობრები იქნება. ესეც ნელ-ნელა ბუნებრივად ხდება. ისე რომ გაარკვიეთ, დაელაპარაკეთ, რატო არ უნდა რომ იმეგობროს სხვასთან. გაარკვევ ნელ-ნელა რაღაცა მაინც გამოჩნდება. როდესაც მამაები ქადაგებას ამბობენ, სადმე კითხულობენ თუ იციანო. სადმე კითხულობენ და იციან. და თუ არ უნდა, აქ უნდა და, სადმე კითხულობენ და იციან. იყვნენ წმინდა მამები, რომლებსაც ღმერთი პირდაპირ ესაუბრებოდა. მაგრამ მე თუ არ წავიკითხე, საიდან მეცოდინება? ან უნდა წავიკითხო, ან უნდა მოусმინო ვიღაცას, ხო მართალი? მე სხვათა შორის რამეს რო ვკითხულობ ხოლმე საინტერესოს. სხვათა შორის ესე ვიყავი ხოლმე კარგა ხანი და მე მამა არჩილ მინდიაშვილის ქადაგებას მოусმინე და აღმოაჩინე რომ მე ზუსტად ისე ვიყავი. ნახე რა სამობდა. რაღაცას რო ვკითხულობო, უკვე მარტო ჩემთვის კი არ ვკითხულობო. უკვე ვფიქრობ რომ ეს მრევლამდე როგორ მივიტანო. და მეც ესე ვიყავი ხოლმე. და ეხლაც ესე რაღაცას რო ვკითხულობ, მარტო იმიტომ კი არა რომ მე რო ვიცოდე. არამედ ეს კარგი რაც არის სხვასთან რომ მიიტანო და გააგებინო. ივანე ნათლისმცემელი დინარე იორდანეში ნათლავდა მათ, ვინც წოდებს აღიარებდა. ანუ ზრდასრულ ხალხს, ასევე იესოც ზრდასრული მოინათლა. რატომ ინათლებიან ახლა 40 დღის ბავშვები? ესეც წესია წმინდა მამათა მიერ საეკლესიო კანონებით საფუძველზე შედგენილი, რომ 40 დღისა უნდა მოინათლოს ბავშვი. ამას ფესვები აქვს ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში. იყო ერთი პერიოდი სხვათა შორის ასეთი წესი, თუმცა ამან დიდი ხანი არ გასტანა, რომ ადამიანები ინათლებოდნენ 30 წლის ასაკში. რადგან იესო ქრისტე, როდესაც მდინარე იორდანეში ჩავიდა, იყო სწორედ 30 წლის. თუმცა პატარაობიდანვე უნდა მოინათლოს ბავშვი. საეკლესიო წესგანგება ასეთია, წმინდა მამათა მიერ დადგენილი. ნაკურთხი ჯვრის ხელახლა კურთხევა შეიძლებაო? არ არის საჭირო ნაკურთხი ჯვრის ხელახლა კურთხევა. როგორ მოვახერხო, რომ ლოცვა ჩემი დღის განუყოფელი ნაწილი გახდეს და არა იძულებითი ფორმა. იძულებითი ფორმა მაშინ არის, როდესაც ჩვენ არ ვლოცულობთ, არამედ ლოცვებს ვკითხულობთ და ამიტომ მერე გვეზარებ. მაგრამ თუ ადამიანი მართლაც ლოცულობს, იმ ლოცვიდან დიდ ნუგეშს იღებს. ეხა წმინდა მამათა ცხოვრებაში არაერთხელ წამიკითხავს მე მაგალითად და არაერთხელ თქმულა, რომ ისე უყვარდათ ეს ლოცვა, რომ არ უნდათ ამას მომწყდარიყვნენ. მაგრამ მეორე კუთხეც აქვს ამას. ისინი ამბობენ, რომ ლოცვა ბოლო ამოსუნთქვამდე, ანუ მთელი ცხოვრების განმავლობაში ბრძოლასთან არის თანაშერთული, დაკავშირებული. ესე იოლი კი არ არის. ნახეთ, ჩვენ ხო ვთქვით, რომ ეშმაკი არის ადამიანის ცხონების მტერი. და ნახე უფალმა რა თქვა? დაცემული ძალა, ანუ ეშმაკი ადამიანისგან არ გავა ლოცვისა და მარხვის გარეშე. ესე იგი, რა გამოდის? ლოცვა და მარხვა არის ის ორი მძლავრი იარაღი, რისიც ყველაზე მეტად ეშინია ეშმაკს. ამიტომ ეხლა წარმოიდგინეთ, რისიც ეშინია, ხო ეცდება, რომ ის წაგართოს. ის დაგაკარგვინოს, რომ მე შენ მას აღარ შეებრძოლო, ვეღარ დაიცოთ. ამიტომ ეშმაკი ცდილობს, რომ ადამიანებს ლოცვა და მარხვა წაართოს. სხვადასხვა გზით ცდილობს ამას და ჩვენ ხედავთ, რომ ახერხებს ხოლმე კიდეც. მოდი ძალიან რო არ გადავტვირთოთ კითხვა-პასუხებით. ის ვნახოთ, აბა რაზეც თქვით ლოცვასთან დაკავშირებით. ძველ დროში ცხოვრობდა ერთი წმინდა ბერი, რომელიც ბევრს ლოცულობდა და ხშირად წუხდა ადამიანთა ცოდვებზე და უკვირდა, რატომ ხდება ასე, რომ ადამიანები ეკლესიაში დადიან, თის წინაშე ლოცულობენ, მაგრამ ცხოვრობენ ისე ცუდად. ცოდვა არ კლებულობსო. უფალო, ნუ თუ არ ისმენ ჩვენს ლოცვებს.
ხალხი განუწყვეტლივად სულობს, რომ იცხოვრონ მშვიდობასა და სინანულში და ვერაფრით მოუხერხებიათ. ნუ თუ ამაოა მათი ლოცვა. ერთხელ მას ამ ფიქრებში ჩასთვლიმა. და გამოიცხადა მას ხიოსანი ანგელოზი. ნუ გაშინია, მე ღვთის ანგელოზი ვარ, წამოდი ჩვენთან ერთად. ანგელოზმა წაიყვანა ბერი მაღლა დედამიწიდან. იმის მიხედვით თუ რამდენად მაღლა ადიოდნენ ისინი, სულ უფრო და უფრო სუსტდებოდა დედამიწიდან ამომავალი ხმები. ხოლო ხანდახან მოფრინავდნენ საიდანღაც ჰარმონიული და ნაზი ხმები. ეს რა ხმებია? ეს მინდა უცვებია. აქ მხოლოდ ისინი ისმის. მაგრამ რატომ ისმის ისინი ასე სუსტად? რატომ ეს ხმები ასე ცოტა? ახლა ხომ მთელი ტაძარი ლოცულობს. გინდა იცოდე? იხილე. შორს ქვემოთ მოჩანდა დიდი ტაძარი. სასწაულებრივი ძალით გაიხსნა მისი თაღები და ბერს შეეძლო დაენახა ყველაფერი, რაც შიგნით ხდებოდა. ტაძარი მთლიანად ხალხით იყო სავსე, აღევლინებოდა წირვა. მაგრამ არავითარი ხმა არ ისმოდა. მთელი ეკლესია დამონჯებულიყო. გუნდს კი ნამდვილად გავიგონებ. რა ხდება? რისგანაა ეს? დავეშვათ, დაინახავ და მიხვდები. ისინი ნელა ყველასაგან უხილავად ტაძარში დაეშვნენ. იხილე მათი აზრები და მიხვდები. აი მე რომ ყოფილიყავი რეგენტი, სულ სხვა იქნებოდა. გალობა სულ სხვა იქნებოდა. ნეტამ მღვდლად როდის მაგურთხებენ? მე ხომ დიდი ხანი იმსახურე. ეს საძეგელი ფოსტის უფროსის ცოლი, ისევ ახალი ქუდი დაუხურავს, ქმარი ლოთობს, შვილები შემოგლეჯილები დაუდის, ამას კი თავი მოაქვს. რა დასანანია, იაფად გავყიდე. სადღეიშური ასეც აქონდეს. სულ მცირე 1000 მაინც დავკარგე. თუ არა და 1500. კარგი გოგოა სოფიო, ყველაფრით გამორჩეული. სახით, მიხვრა-მოხვრით, გარჯით. აი ასეთი იქნებოდა კარგი. ნეტა ცოლად უწამოყვება. ახლა ხო ხდები? ასეთი ლოცვები ჩვენამდე ვერ აღწევს. ამიტომაც გეჩვენება, რომ ყველანი მუნჯები არიან. დაიქალე დედაჩემი, ძალიან მიყვარს მიჩემი დედაკო და ხელა. უფალო, შენ კეთილი და მოწყალე ხარ, გადაარჩინე, შეიწყალე, განკურნე საბრალო დედაჩემი. დაიქალე დედაჩემი, ძალიან მიყვარს მიჩემი დედაკო და ხელა. აი ლოცვები, რომლებიც ჩვენთან ისმის, მხოლოდ ასეთი გულხურვალე და გულწრფელი ლოცვები აღწევს ღმერთამდე. აი თურმე რა არის მიზეზი? დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და.
რა ყოფილა მიზეზი, რომ ზოგის ლოცვა ისმოდა და ზოგის არა? ნინი, რა ყოფილა მიზეზი? შეგიძლია გითხრა? არა? აბა რას გეტყვი? ზოგი მართლა ლოცულობდა, ზოგიც არა. ხო და იმ მართლა ლოცვაში რა იგულისხმება? ზოგი ღმერთს ელაპარაკებოდა, ზოგიც არა. ზოგი სხვა რამეზე ფიქრობდა. ზოგი სხვა რამეზე ფიქრობდა, კი? რაზე ფიქრობდა? ხო არ გახსოვთ? ლუკა, რაზე ფიქრობდა? აი ერთი ამოარჩინე. ერთი ამბობდა, რომ რადგანიო ძალიან ერთად გავყიდო ეს ჩემი რაც მქონდა ძალიან ერთად გავყიდოთ. ორი სულ მცირე 1000 მარტს დავკარგე. ანუ ტაძარში იდგა და სინამდვილეში ბაზარში იდგა. ხო მართალი? ამიტომაც წეგარო კითხვა იყო, გახსოვთ ყველაზე ძლიერი ლოცვა რომელია? აი ლოცვა ის არის, როდესაც შენ ღმერთს ესაუბრები, იმაზე ფიქრობ, იმაზე შენი გონება სხვა რამეებს კი არ დასტრიალებს. არამედ რასაც წარმოთქვამს შენი ბაგეები, იმაზე ფიქრობს. ამიტომ წმინდა მამები ასეთ რამეს გვირჩევენ, რომ ჩვენი გონება უნდა იყოს ლოცვის სიტყვებში მოქცეული. როდესაც ამბობ უფალო შემიწყალე, იმაზე კი არ უნდა ფიქრობდე, რომ აი მაგალითად გოგონები ბაზრობაზე სადღაც ლამაზი კაბარო დაინახე, როდის იყიდი. უფალო შემიწყალე რო ამბობ, იმაზე კი არ უნდა ფიქრობდე. არამედ იმაზე, რომ ჩვენ ცოდვილები ვართ და უფალმა თუ არ შეგვიწყალა, თუ არ მოგვიტავა, ვერ გადავრჩები. ან როდესაც ამბობ, დიდება შენ და უფალო, შენ ღვთისადმი მადლიერებაზე უნდა ფიქრობდე. იმიტომ რომ ღვთის დიდებაო არისო მადლიერების მწვერვალიო. და აი ეს ბავშვი კიდე ნახეთ, რაზე ლოცულობდა? დედაზე ლოცულობდა და ის მართლა გულით ლოცულობდა, მისი ფიქრები არ იყო აქეთ-იქით მიმოფანტული. არამედ დედის სატკივარს დასტრიალებდა და იცოდა, რომ ღმერთს შეუძლია დედის დახმარება და ავედრებდა მოწყალე ღმერთს თავის დედას. და ეგეთი ლოცვა არის, რომელიც ღვთისაგან შეისმინება. მე კიდევ ერთ პატერიკს გაჩვენებთ, ეს ნამდვილი ამბავია, ესე იგი, რომ დედა იტყვის, რომ დედის ცრემლიან ლოცვას უპასუხოდ არ ტოვებს ღმერთი. ესმით ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და არა მარტო დედის, არამედ თითოეული ადამიანის გულმხურვალე ლოცვას ღმერთი შეისმენს, ღმერთამდე აღწევს მისი სიტყვები და ღმერთი შეისმენს. მოდი ვნახოთ ესეთის და მერე განვაგრძოთ. თუ ძალიან დაგღარეთ. პრინციპში ახლა ძინო და ადრე ადგე. რომ მერე მიმახილვებს უყურო, ხო? ზოგი ფეხბურთისტის ათანებთ. 12 საათამდე 1 საათი ძილი უდრისო 12-ის შემდეგ 2 საათ ძილს. აი სიტყვაზე ვამბობ. თუ ვინმე დაიძინებს საღამოს 11 საათზე, 10 საათზე. აი 10-ზე, ახლა ძალიან ძნელია ეგ რო გააკეთო. ზოგისთვის ძალიან ძნელია. 10-ზე რო დაიძინო 12-მდე შენ 2 საათი კი არ გაქვს, სინამდვილეში 4 საათი გაქვს. აი ამ კუთხით რო შევხედო. და დილით რო ადგე 7 საათზე, გამოგივა 11 საათი ძილი, ხო? 9 გამოვა, მაგრამ ისე თავისი პროდუქტიულობიდან გამომდინარე გამოგივა 11 საათი. ეხლა შენ თუ დაიძინებ ღამის 2 საათზე, 11 საათი რომ გამოგივიდეს, რომელზე უნდა ადგე? პირველზე ხო უნდა ადგე, შუადღით. მაგრამ მაინც შეიძლება არ იყო ისეთი დასვენებული, როგორც იმ შემთხვევაში. იმიტომ რომ მე ხა სამედიცინო კუთხით ეგრე ვერ ვერკვევი, მაგრამ აქ თუ ყავს ექიმები, თურმე 12-დან 2-მდე თუ 11-დან 2-მდე რაღაცა ნივთიერება გამოიყოფა ადამიანის ორგანიზმში, რომელიც აი მთელი 24 საათიც რო გეძინოს მერე, მაგ დროს არ გამოიყოფა. აი 12-დან 2-მდე ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. შენ რო ცოტა ადრე თუ დაიძინებს ადამიანი, უფრო ჯანმრთელი იქნება. მოდი ესეც გავიხსენოთ და მერე მაგით დავამთავროთ.
ეს ბავშვებო თან არის ნამდვილი ამბავი. ნამდვილად მოხდა. დიდი ხნის წინათ საბერძნეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა ორი ძმა. ერთ-ერთს ფილოთეოზი ერქვა. ეს ბერძნული სახელია და ნიშნავს მიყვარს ღმერთი. იმ დროს ქრისტიანებს დამპყრობლები განსაკუთრებული სისასტიკით დევნიდნენ. შვილებს რომ შეაგვიანდათ, შეშინებულმა დედამ მათი ძებნა დაიწყო. ჩემი შვილები. ბავშვებო! ფილოთეოზ! ხალხი ისე იყო შეჩვეული ბავშვებისა და მოზარდების დაკარგვას, რომ ასრემლებული დედა ვერაფრით არ უგეშეს. ევდოკია რა ისიზავ? ასეთი დრო დაგვიდგა. ან მოიტაცეს, ან კიდევ არა, ჩემო მეზობლებო, არა. ჩემი შვილები დედა ღვთისმშობელს შევავედრე. ის დაიფარავს, ისიც ხომ დედაა. აცრემლებულმა დედამ გულმხურვალედ შეავედრა ღვთისმშობელს შვილები. დაიფარე ჩემი შვილები, დედა ღვთისაო, არიდე ბოროტი, იხსენი და მიცოცხლე ისინი, გევედრები ღვთისმშობელო. ძმები კი ამ დროს ბნელი საპყრობილის კუთხეში მიკუმჯულიყვნენ. ტირილით დაღლილებს ჩასძინებოდათ. ნუ გეშინია ჩემო საყვარელო. აბა შენი ძამიკო გააღვიძე და უკან გამომყევით. გაიღვიძე! ჩქარ რა ადექი? ჩვენი დედიკო აქ არის. დედიკო, ჩუმად, თორემ ვერ გავალთ. დედიკო მითხრა გამომყევითო. ძმები ფეხაკრებით გახვნენ წინ მიმავალ დედას. მათ თითქმის მთელი ღამე იარეს და ბოლოს ერთ მონასტერს მიადგნენ. ეს იყო ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი. ბავშვებო, გამომყევით. ძმები მონასტერში მორჩილებად მიიღეს და ისინი დაუღალავად შრომობდნენ. რამდენიმე წელმა განულოდა ორივე ძმა ბერად აღიკვეცა. ძმები ხშირად იხსენებდნენ იმ საოცარ ღამეს. ნეტავი საწავიდა ჩვენი დედიკო. ალბათ ისევ მოვა. იმ საპყრობილეში შემოაღწია და აქ როგორ ვერ მოვა. მაგრამ ძმებმა არ იცოდნენ, რომ ხსნელი მათი დედა კი არ იყო, არამედ თავად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ევდოკია მთელი ამ ხნის განმავლობაში ეძებდა თავის შვილებს. ღვთის საკვირველი განგებულებით ის იმავე ქალაქში ჩავიდა და იქვე დედათა მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. სულ ცოტა ხანში ევდოკია სხვა მონაზვნებთან ერთად მამათა მონასტერში მივიდა დიდ დღესასწაულზე დასასრებად. დაინახა თუ არა ძმები, მაშინვე იცნო ისინი და გახარებულმა ულში ჩაიკრა. აქ საიდან მოხვდით, შვილებო? სად ახარ გეძებდით და თურმე აქ ყოფილხართ? აი ხომ გეუბნებოდი მოვა მეთქი. დედა, სად იყავი აქამდე? გამოგვიყვანე და წახვედი. თან რატომ არ წაგვიყვანე? რას ამბობ, შვილო? აქ იკითხარით, სულ გეძებდით მეთქი. და უცებ ევდოკია ყველაფერს მიხვდა. მიხვდა, რომ მისი მხურვალე ლოცვა ვედრება დედა ღვთისმშობელმა იმ დღესვე შეისმინა. დიდება უფალს, მადლობა ღმერთს,
მადლობა ყოველთა დედას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და მარადის ქალწულ მარიამს. იგი ყოველთვის ისმენს აცრემლებული დედის გულიდან ამოხეთქილ ლოცვას. ასე მადლობდა ევდოკია უფალს და ღვთისმშობელს. ფილოთეოზიც თავის ძმასთან ერთად მუხლმოყრილი ჩურჩულებდა სამადლობელ ლოცვას. დედისა და შვილების ეს უდიდესი სიხარული მონასტრის მთელმა ძმობამ გაიზიარა. ყველა ერთად ადიდებდა ღმერთს. ფილოთეოზი ათენის წმინდა მთაზე დაემკვიდრა და იქ სრულ მდგომარეობაში ცხოვრობდა. იგი სიკვდილის შემდეგ წმინდანად შერაცხეს. აი ბავშვებო, ამ პატერიკიდანაც კიდევ ერთხელ ნახეთ, როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს ლოცვას. და ნამდვილ ლოცვას, ესე იგი, ეხლა კი ერთი რამ მინდა გაჩვენოთ. ცოტა ხარისხი არ უარგა, მაგრამ რას ხედავთ? გემს ხედავთ. აი ეს გემი ბავშვებო განასახიერებს ქრისტეს ეკლესიას. სიმბოლურად ესე გამოისახება ხოლმე. გემს არის შედარებული იგივე ნოეს კიდობანი. და ამ გემის მესაჭე ვინ არის იცით? თავად უფალი იესო ქრისტე. ის არის ამ გემის მესაჭე. ანუ ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა, რომელიც ადამიანად მოვიდა, მან დააარსა ეკლესია. და აი ამ წიაღში ვინც არის, ეგ ნიშნავს, რომ აი ამ გემზეა, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. და ეს გემი წინასწარ არის ნათქვამი უფლის მიერ, რომ ეს გემი აუცილებლად სამშვიდობოს მიაღწევს, სამშვიდობო ნაპირს. მიუხედავად იმისა, ნახე როგორი ბრძოლაა გამართული მის წინააღმდეგ. მაგრამ ეს გემი აუცილებლად მიაღწევს სამშვიდობო ნაპირს. აქ საკითხავია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ვინ დარჩება ბოლომდე ამ გემზე? აი ჩვენ ახლა ამ გემზე ვართ. ჩვენ ვინც მონათლული ვართ, ვინც აღსარებას ვამბობთ, ვეზიარებით, ვლოცულობთ, მახვილობთ, ვცდილობთ, რომ ღვთისმცნებებით ვიცხოვროთ. უნდა ვიცოდეთ, რომ აი ამ გემზე ვართ. და ეს არის ჩვენი ძალიან დიდი დაცვა. აი ამ ტალღებისაგან. ეს გემი ძალიან დიდი მცველია ჩვენთვის, ანუ ეკლესია ძალიან დიდი მცველი. მე ამას ახლა იმიტომ კი არ ვამბობ, რომ სასულიერო პირი ვარ და მაინც ესე უნდა მეთქვა, არა. პირიქით უნდა ვთქვა, სასულიერო პირი იმიტომ ვარ და ეკლესიური ცხოვრება იმიტომ დავიწყე, რომ აი ესე მჯეროდ. გესმით? და მე სულ ვევედრებოდი უფალს, რომ შენს მაცხვანებელ წიაღში დამტოვე მეთქი. ანუ აი ამ გემზე დამტოვე მეთქი. გესმით? და ნახეთ იქ რომ ლოცულობდნენ, ღმერთმა ხო შეისმინა მათი ლოცვა, რა, გულხურვალე და გულწრფელი ლოცვა. და ჩვენც თუ შევთხოვთ უფალს, რომ დავტოვოს აი ამ გემზე, ანუ ეკლესიის მაცხვანებელ წიაღში, თითოეული ჩვენგანის ლოცვას უფალი შეისმენს და არ მიგვატოვებს. ამიტომ და ამ წუთისოფლის ბევრი მავნე და სულისთვის დამაზიანებელი მდგომარეობა ჩვენ აქ ვწდება. თუ ეცდებით, რომ აი ამ გემზე ვიყოთ. პატარაობიდან დაწყებული მთელი ცხოვრება. აქ ახლა ერთი შეკითხვა იყო, მოდი არ დავტოვოთ, გოგოებო. რა ხდება, აბა მანდაც, როგორ არის საქმე? შეთანხმება მიღწეულია? თუ ჯერ ვერა. დიდი მოლაპარაკება მიმდინარეობს. აქაც კი მიმდინარეობდა მოლაპარაკება ვის უფრო ვის რამდენი კუბიკი ჰქონდა პრესის, მაგრამ ამან მალე მიაღწია შეთანხმება, ესე იგი. როდესაც დედა მეჩხუბება რამეზე, მე ტონს უწევ და უხეშად პასუხობ, არ მინდა ასე მოხდეს, მაგრამ ხდებაო. ეს ძალიან ცუდი რამეა და ძალიან კარგია, რომ არ მოხდას, რომ ესე ხდება. და რაც არ მოხდას, ეცადე, რომ იმუშაო საკუთარ თავზე, რომელიც ხარ. საკუთარ თავზე იმუშაო, იმიტომ რომ ეს ძალიან ცუდი რამ არის, როდესაც ადამიანი დედის მიმართ
კიდე მამის მიმართ რაღაცა ესე უხეშობით გამოირჩევა. ესენი მრგვალ მაგიდასთან წაიყვანეს, აქ ვერ არიგდები. იქ მოლაპარაკება იქა წარმოვა. ან მოიცოდოთ ერთი შანსიც მივცეთ. კიდე იყო აქ ერთი ასეთი შეკითხვა, წერან კითხულობდი. იგივე შინაარსის. დედმამიშვილები ხშირად ჩხუბობთ ხოლმეო და უნდა ეცადოთ, რომ მალევე შეერიგდეთ ხოლმე. შეიძლება რაღაცის გამო უსიამოვნება მოგვივიდეს, ახლა ეგეც რაღაცნაირად არ არის გამორიცხული, მაგრამ ჩვენ უნდა რაც უფრო მალე შეერიგდები და რაც უფრო მალე იტყვი, რომ შენი ბრალია, მით უკეთეს. წმინდა იოანე ოქროპირი ასეთ რამეს ამბობს. ორი ადამიანი, რომელიც ერთმანეთზე არის ნაჩხუბარი, ვინც პირველი იტყვის შენდობას, მან მოიპარა ცათა სასუფეველი. ან მოიპარა კარგი გაგებით, ანუ მოიპოვა, მოდი ესე ვთქვათ, რომ უფრო გასაგები იყოს თქვენთვის. ვინც პირველი იტყვის, რომ ჩემი ბრალია, მე ვაპატიოთ. რა უნდა ვქნა, როდესაც ჩემი ოჯახის წევრები არ მიჯერებენ. ჩვენ უნდა დავაკვირდეთ, რატო არ გვიჯერებენ. იქნებ ერთხელ თქვით და არ გამოდგა მართალი, ორჯერ თქვით და არ გამოდგა მართალი. სახარებაში ნახე როგორ წერია, არ დაიფიცოთო არასდროსო. თქვენი სიტყვა იყოს ჰო ან არაო. რა შემთხვევაში დაგჭირდება ფიცი, იცი? როდესაც ერთხელ იტყვი რაღაცას და ის არ გამართლდება. მეორეჯერ და მესამეჯერ აღარ გიჯერებ. ამიტომ ჩვენ გადავხედოთ აბა წინა დღეებს. იქნებ რამე ისეც ვამბობდით, რაც არ იყო მართალი და ახლა უკვე მიეჩვენა, რომ ჩვენ შეიძლება რაღაცას ყვილად ვამბობთ. თუ არა და მოითმინე და დრო გავა და თუ მართალს ამბობ, აღმოჩნდება, რომ ის სიმართლე იყო. მამაოები აღსარებას ამბობენ თუ არაო, მამაოები ამბობენ აღსარებას. მეც ხო მაქვს ჩემი ცოდები, წაღან ხო გითხარით, ერთი ცოდვა, მაიცა გავიხსენო რა გითხარით. ზოგჯერ აღმომიჩენია მეთქი, რომ ლაპარაკობს ადამიანი შემიწყვეტინებია და მე მithქვამს რაღაც. ეგ ხა კარგი საქციელი ხო არ არის? ხო და სოლომო ბრძენი ამბობს, მოусმენად პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სისცხვილიო. სანამ არ მოусმენ ბოლომდე და შენ პასუხს გასცემ რაღაც, ეგ სიბრიყვეა, სისცხვილი. შეიძლება თუ არა საძინებელ ოთახში ხატის ან ჯვრის დაკიდება. შეიძლება, თუმცა ძალიან დიდი მოკრძალება გვმართებს ხატების წინაშე რაღაცა გაშიშლებულმა არ ვიაროთ. ისედაც ახლა ზაფხული რომ მოდის, თქვენ უნდა ეცადოთ, რომ მარტო ტაძარში კი არა, ქუჩაშიც შეიმოსოთ ისე, როგორც ნამდვილად ქრისტიან ადამიანს შეეფერება და მით უმეტეს ახლა გოგონები ძალიან მოშიშვლებული მხრებით თუ გულმკერდით არ უნდა იაროთ. ახლა ყველაფერს თავისი ზომიერება ახლავს, არა? ახლა შეიძლება ბოლომდე შეკრული და იმით არ იარო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცა წითელი ხაზები არსებობს, იმას არ უნდა გადახვიდეთ. არც ვაჟი და არც გოგონი. ვაჟიც იგივე. ახლა ზოგჯერ არის, რომ დავუშვათ პერანგიაცია ვარს და ესეც მოღაღული აქვს გულმკერდი, ეგეც არ არის სწორი. ახლა თუ ესე იძინებ, სხვა არის, მაგრამ აი ქუჩაში ეგრე არ უნდა იარო. გამართალი. ამგონი მოვჭით. ხო დაგჭირთ რამე შეკითხვა. შემდეგ ორ შაბათზე ვთქვით, რომ ჩვენ არ გვექნება შეხვედრა წინასწარ კიდევ გეუბნები. ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ამათ იმ სასულიერო პირს თხოვ ხოლმე, მაგრამ ისინი იმდენად დაკავებული არიან, ახლა ორი ორშაბათი ცოტა რთული იქნება, რომ იმას თხოვ და ამიტომ ეს ორი ორშაბათი არ გვექნება შეხვედრა და 27-დან ისევ გავაგრძელებთ. ავდგეთ აბა ვილოცოთ. ხვალ შეგახსენებთ, რომ არის წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღე. კარგი იქნება, რომ ტაძარში წახვიდეთ, წირვას დაესწროთ.